მოგესალმებით ვესწრიარხის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს მე სოსო კაცდაძე გაგაცნობთ. რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა მე ამ განცხადებას ახლა პირდაპირ ეთერში წაგკითხავთ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კოალიცია ქართული ოცნება შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაგისრებული მოვალეობების შესრულებაში ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უზრუნველყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ამასთანავე ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება მთავრობის აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმნით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსπაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებას პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არნაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში კი კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და პარტიის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი ცოტა ხნის წინ უკომენტაროდ დატოვეს. ამ დროისთვის ბიზნეს ცენტრში რჩებიან რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსπაშვილი, გოგი თოფაძე, ზვია ძიძიგური, დავით საგანელიძე, კობა დავითაშვილი და სოზარ სუბარი. თემას ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუვა განაგრძობს. ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ გისმენთ. დიახსოვსო კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და ასევე ლიდერების ერთმა ნაწილმა უკვე დატოვეს ბიზნეს ცენტრი. ძირითადად იქ პირველ შეხვედრას მართავდნენ საარჩევნო ჯგუფის წარმომადგენლები და როგორც მათ გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, მათ ძირითადი სასაუბრო თემა იყო 11 უბანზე, 11 საარჩევნო უბანზე არსებული პრობლემები. სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს და ასევე შემდეგ უკვე და გამართეს კონსულტაციები, შემდეგ კი უკვე ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაემგზავრნენ, როგორც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, 11 საპრობლემო უბანზე იყო საკმაოდ ბევრი დარღვევები და სწორედ ამ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილებაც იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება არჩევნების საგამოძიებო ჯგუფი, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, იგი იქნება ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, თუმცა ვინ იქნება თავმჯდომარე ჯგუფისა ჯერჯერობით უცნობია და სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯგუფი იმუშავებს ძირითადად იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყო გამოვლენილი და ეს იქნება სოზარ სუბარის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს არჩევნების გაყალბება და გააცნობიეროს ყველამ, რომ ამ პროცესის გაყალბება არის საკმაოდ მკაცრი დანაშაული და მძიმე დანაშაული. რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, რომელზეც დილიდან იყო და ისმებოდა კითხვები ამასთან დაკავშირებით, იმ ჯელობდნენ თუ არა დღეს კოალიციის ლიდერები, კოალიციის სხვა ლიდერები ბიძინა ივანიშვილთან მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, როგორც ზვია ძიძიგურმა განაცხადა, მსგავსი ტიპის საუბრები ჯერ არ ყოფილა, ისინი დაელოდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკვე საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას და შემდეგ უკვე შეჯერდებიან როგორც მთავრობის სხვა წევრებზე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზეც. პირველ რიგში ის პროცესები, რაც ამჟამად მიმდინარეობს CSGO-ში, იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს არანაირი უფლება არც ერთ ჩვენი გამარჯვებულ, რეალურად გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატს საბოლოოდ არ მივაყენებთ თემა ბოლომდე. 11 ოლქია ასევე ამ წელში, რომელშიც ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია გვაქვს გამარჯვება საკმაოდ ჯერეს არ არის გადაგაკეთებული. შევქმნით საგამოძიებო კომისიას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც დღეიდანვე დაიწყებს წინადადებების მოგროვებას ყველა იმ დარღვევებზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი და არც ერთი ფაქტი არ დარჩება გამოუძიებელი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში არჩევნების გაყალბების თემა. ძალიან მალე ყველაფერი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თქვენს გარეშე ეს ამბავი ვერ მოხდება, უბრალოდ ეხლა ამას ლაპარაკი ამ შეხვედრაზე. გარკვეული მონახაზებიც არსებობს, კონცეფციებიც არსებობს, კონკრეტული ხედვებიც ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არსებობს
როგორც უკვე გითხარით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან შეხვედრა, რომელიც დილიდან დაიწყო, ეს იყო საარჩევნო ჯგუფთან შეხვედრა კოალიციის ლიდერისა, იგი უკვე დასრულებულია. ამ წუთებში იგი კოალიციის სხვა ლიდერები იმყოფებიან, სულ ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და ასევე კოალიციის სხვა დანარჩენი ლიდერები მოვიდნენ უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით, რა განცხადებები გაკეთდება და რა იქნება კონსულტაციების მთავარი თემა, ამას უკვე გამოშვების მსვლელობაში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა. დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. განცხადება ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მის თქმით, დღეს რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემლობა და კონსტიტუციის დარღვევაა. ბაქრაძის განცხადებით პარლამენტში ოპოზიციურ ძალად დაბრუნებით ნაციონალური მოძრაობა ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს და დაემორჩილება არჩევნების შედეგებს. მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის დიდი და სერიოზული გამოცდა იყო, რომელიც ღირსეულად ჩააბარა. დღეს საპრეზიდენტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უპატივცემულობა და დარღვევა და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება მხოლოდ ერთ განცხადებად და დარჩება მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობით გამოწვეულ ემოციად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე მინდა რომ ეს ჟურნალისტებს კარგად გესმოდეთ. დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და უკვე ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მე მინდა კარგად გესმოდეთ. გუშინ ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ აგიხსნათ, თქვენ მაინც გაერკვათ. დღეს პრემიერ-მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. კონსტიტუციურად არაფერი არ უშლის ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ წარადგინოს ვანო მერიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. ამას არ ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას. უშუალოდ საბჭოს მდივანი ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს ახსენებს. ამით გიგა ბოკერია პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ქართული ოცნების ლიდერის განცხადებას ეხმაურება და იმას გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 1 ოქტომბრის მსგავსად დემოკრატიულად ჩაივლის. ტელეკომპანია რუსთავიორის ეთერში ბოკერია მის პროცედურებიც განმარტა, რომლითაც ახალი მთავრობის დაკომპლექტება უნდა მოხდეს. განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც პრეზიდენტის მიერ წარდგენას არ მიიღებს მიუღებელი და უსაფუძვლოა, აცხადებს უშუალოდ საბჭოს მდივანი. Εμείς გაუგებარია რას გულისხმობდა ბატონი ივანიშვილი კრიზისში, შესაძლოა მას ვინმე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა არ თქვა ნათლად თავის სათქმელი. მაშინ როცა ძალიან გარკვევით ითქვა, რომ ქართული ხალხის მიერ საკუთარი ნების ასე მკაფიოდ გამოხატვის პირობებში ეხლა დაიწყება პროცედურა ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტის დაკომპლექტების. ეს არ არის გრძელი პროცესი. უნდა მოხდეს შეჯამება შედეგების, ახალი პარლამენტის ხდომის მოწვევა, შემდეგ არის კონსულტაცია ფრაქციებთან, ეს წერია კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა იგულისხმება და პრეზიდენტმა ეს თქვა, ახალი უმრავლესობის მიერ ნომინირება, ინფორმირება პრეზიდენტის ვინ არის მათი სასურველი პრემიერობის კანდიდატი, შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს ამ კანდიდატს პარლამენტში, შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს, შემდეგ ეს კანდიდატი წარადგენს თავის გუნდს და პარლამენტი ამტკიცებს მას. აქ ეს საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა არ მიიღებს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ უნდა იქნას წარდგენილი, არის ჩემთვის გაუგებარი და ჩემი აზრით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფელიც კი. მინდა აქვე შევახსენო გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ბატონ ივანიშვილს და ყველას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის 2013 წელს. და იმედი გვაქვს, რომ ისინიც ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად თავისუფლად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები. მე ვიცი, რომ ვიღაცებს არ მოწონთ კონსტიტუცია ბევრ კითხვებს ვამენ მოდელთან დაკავშირებით, ეს გასაგებია, მაგრამ ამ კონსტიტუციით იქნა არჩეული ეს პარლამენტი, სადაც მათ მოიპოვეს გამარჯვება. ხას უსვამ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მართველი გუნდის დამარცხება მოახერხეს. ამიტომ შემდეგ არჩევნებსაც დაელოდონ, როდესაც მოხდება გარკვევა ქართული ხალხის ნების. დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა, მის თქმით, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე შეასრულებს. უახლოეს მომავალში კი ახალი მემარჯვენეები გამართავენ შეხვედრას და ახალი თავმჯდომარის არჩევაზე ჩამოყალიბდებიან. გამყრელიძის განცხადებით, რადგან პარტიამ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, მან შეასრულა სიტყვა და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
მე დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ვტოვებ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის პოსტს, მე მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან და დღეს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იბრძოდა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. მინდა გადავუხადო თითოეულ მემარჯვენეს, თითოეულ ამომრჩეველს, მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც მე ძალიან მძიმე ბრძოლა გავიარე, ძალიან მძიმე პერიოდი, მაგრამ ძალიან საამაყო. მე მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმ 12 წლით, რომელიც მე გავიარე ამ ადამიანებთან ერთად. მინდა მიულოცო ამ არჩევნებში გამარჯვებულს, ქართულ ოცნებას და პირადად ბატონ ივანიშვილს. უსურვო წარმატება ქვეყნის საკეთილდღეოდ და ვისურვებდი, რომ გაემართლებინოს ის უზარმაზარი ნდობა, რომელიც მან მიიღო ხალხისგან და საქართველოს ამომრჩევლისგან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ახალ პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ჰილარი კლინტონი ახალ პარლამენტში ყველა მხარეს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებს. დიპლომატი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავს და ამ დღეს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის ისტორიულს უწოდებს. კიდევ ერთი გამოხმაურება ამერიკიდან პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელიან საქართველოსთან ახლო თანამშრომლობასა და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებას ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე წერია, რომ ვაშინგტონი საქართველოს ახალ პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. შეფასებულია 2012 წლის 1 ოქტომბერით შეერთებული შტატების საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატების ჩატარებასა და დემოკრატიული განვითარების ახალ მიღწევას ულოცავს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესამსახურმა გაავრცელა. ოფიციალური ვაშინგტონი ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კონკურენტუნარიანი კამპანია ჩაატარეს, საკუთარი დემოკრატიული უფლებებით თავისუფლად ისარგებლეს და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის სურვილი დაამტკიცეს, რითაც რეგიონული და გლობალური მაგალითი აჩვენეს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გამოყოფილია დამკვირვებლების როლიც და ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეუწყოს ხელი. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი. მე დიდ ყურადღებას ვაქცევ არჩევნების შედეგებს და ვიწონებ პრეზიდენტის საქციელს, რომელმაც ხალხის არჩევას პატივისა და ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, აცხადებს ვილფრედ მარტენსი. იგი ამბობს, რომ სახალხო პარტია მომავალში ივანიშვილის მთავრობას დააკვირდება და გააკონტროლებს, შეძლებს თუ არა ესწავლა დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებას. პარტიის ლიდერი ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერის სიტყვებსაც და ამბობს, რომ განცხადება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მიუღებელია. მარტინესი აქებს მიხეილ სააკაშვილს ახსენებს მის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ევროპელი პოლიტიკოსი პრეზიდენტის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ დაგმობს. ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე. ევროპელი დიპლომატები ახალი პარლამენტის ყველა წევრს საქართველოს ინტერესების დასაცავად ერთობლივი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია დადებითად აფასებს არჩევნებში ამორჩეველთა მაღალ აქტივობას და იზიარებს ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებას, რომ პროცესი დემოკრატიულად წარიმართა. კეტრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებით, ქართველმა ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა. პასუხისმგებელი ხელისუფლება და კონსტრუქციული ოპოზიცია კი დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. გერმანია საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებსა და ეუთოს დამკვირვებლების დადებით შეფასებას მიესალმება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ულოცავს და აცხადებს, რომ შედეგების მიუხედავად არჩევნები დემოკრატიული კონსოლიდაციის ნიშანია. გიდო ვესტერველი ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ოპოზიციასა და მთავრობას. Ich freue mich über die insgesamt positive Einschätzung der Wahlen durch die Beobachter. Georgien hat in den ბოლო წლების განმავლობაში აღსანიშნავია საქართველოს მიღწევები თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. გერმანული თვალთახედვით ეს არჩევნები დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ დარჩენილი პრობლემების აღმოსაყრელად. ახალი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს. ჭიორეთ აკთაკიშვილის განცხადებას ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარი გამოეხმაურა თემას ჩვენი კორესპონდენტი ლანა ბერიძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში. ლანა, რა განცხადებას აკეთებს სუბარი?
კოალიცია ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარის განმარტებით ის ნამდვილად იმყოფებოდა თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა რაც შეეხება ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის კომისიის წევრებს ხელს უშლიდა მუშაობაში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სუბარი განმარტავს, რომ იმ სწორედ ხმების დასაცავად ჩავიდა თეთრიწყაროს რაიონში და ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე სოზარ სუბარის განმარტებებს მოусმინოთ. მე პირადად ვიყავი ჩასული თეთრიწყაროში, იმიტომ რომ საარჩევნო კომისიის წევრებს და მათ შორის ოლქის თავმჯდომარეს ეშინოდათ ხალხის ანგარიშტორების, მათ მიერ ჩადენილი დარღვევების გამო და მთხოვეს რომ გავყოლოდი, რომ დამეცვა ისინი ხალხის რისხვისგან, მე ეს მოვალეობა შევასრულე დანარჩენი კომისიის მუშაობაში, მე ვერ ჩავერეოდი ვერანაირად. თუ ვინმე თulis, რომ კომისიის მუშაობაში, რომელიმე კომისიის მუშაობაში ჩარევა ითვლება ის განცხადება, რაც მე გავაკეთე, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა ფაქტს შეისწავლის, მე მგონი ეს კანონით გათვალისწინებული პროცედურაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში გაყალბების თემა და გაყალბების თემა ვერ დამთავრდება მანამ სანამ ყველა გამყალბებელი პასუხს არ აგებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით სამ რეგიონში, კერძოდ ამბროლაურში, მარტვილსა და თეთრიწყაროში კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები ხელს უშლიან კომისიის წევრების მუშაობას და თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ კოალიციის აქტივისტები განსაკუთრებით იმ რაიონებში გამოირჩევიან, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმარჯვებდნენ. ჩვენ შეგვიძლია ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას მოვუსმინოთ ამ საკითხზე. რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებს და კომისიის მუშაობას ექნება საფრთხე ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან. ყველა ეს ოლქი გახლავთ ის ოლქი, სადაც ჩვენი წინასწარი მონაცემებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვეს. ასეთი ქმედება ქართული ოცნების აქტივისტების და ლიდერების მხრიდან არის უხეში ჩარევა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, ეს ისჯება კანონით და მინდა მოვუწოდო მათ შეწყვიტონ ასეთი ქმედებები და არ შეუშალონ ხელი საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული ნების ასახვას საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომის ოქმებში. კოალიცია ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი, როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც სწორედ მსგავს უბნებზე, სადაც პრობლემებია შეგნილი, გამოიძიებს ობიექტურად საკითხს. ამასთან მე შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ წუთებშიც განაგრძობს ხმების დაცვას და რეგიონებში ეს პროცესი განსაკუთრებული პრობლემებით მიმდინარეობს. სოსო. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ლანა ბერიძე საუბრობდა. კოალიცია ქართული ოცნება სენაკში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ სენაკში არჩევნები გაყალბდა და საოლქო კომისიის შედეგებს არ ცნობს. გურა მოდიშარიას თქმით, კოალიცია სარჩელს ამზადებს, რომელშიც კონკრეტულად იქნება ასახული გაყალბებისა და დარღვევის ყველა ფაქტი. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო. უამრავი ფაქტი გვაქვს, რომ როდესაც ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, ყველაფერი ეს არის დოკუმენტურად შესწავლილი. დღეს ჩვენი შტაბი ჩააბარებს CSGO-ს ამ მონაცემებს ყველაფერს საჩივართან ერთად, ასევე სასამართლოში ჩვენ აუცილებლად გავაგზავნით რა საჭიროა, როგორ საჭიროა იმ საბუთებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ რა თქმა უნდა ვასაჩივრებთ და არჩევნები დაინიშნოს სენაკში თავიდან. აქცია კახეთში სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ადგილობრივები საკუთარი ხმების დაცვას საპროტესტო გამოსვლით ცდილობენ. ადგილზე შეკრებილთა მტკიცებით რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა შემაჯამებელი ოქმი გაუქმდა. ზეწოლის ფაქტს საუბნო კომისიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. სიღნაღის საოლქო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვას დღეს 17 საათზე გეგმავს. სამას 67 ხმა გვაქვს გელა გელაშვილს, 207 ხმა აქვს ლევან ბეჟაშვილს. ეს არის ნამდვილად და დაფიქსირებული და რომელიც CSGO-შთან მიტანის შემდეგ გაყალბდა. ჩვენ მთელი სოფელი ვიცავთ ჩვენ ხმები. საოლქო კომისიაში სადაც იყვნენ ვანო პეტრიაშვილი და კიდევ ერთი იურისტი. კიდევ ხო. იქ მოხდა ის, რომ ის ოქმები, რაც ჩვენ გვქონდა ატანილი, იმის მიხედვით კი არ დაიწერა ეს ძირითადი ოქმი, დაიწერა თვითონ თავიანთი ინიციატივით, როგორც უნდა ასე გამოვიდა, ესე დაწერეს. არჩევნების შედეგები შეაჯამეს ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისიაში. რაიონში გახსნილ ათუბანში არჩევნებში მონაწილეობდა 3408 ამომრჩეველი.
ხმების 70% ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მირიან ციკლაურმა, 30% ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გოჩა მალანიამ მიიღო. ამ მრჩევლების 71%-მა ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას, 27%-მა კი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა მხარი. გუშინდელმა საარჩევნო დღემ ჩაერა ნორმალურად ყველა საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა ექსცესების გარეშე. პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა რამოდენიმე უბანზე ადგილი, რომელიც მაშინათვე არ მოიფხვრა. შემაჯამებელი ოქმი, ოლქის შემაჯამებელი ოქმი უახლოეს დღეებში შედგება CSKO-ში, შესაბამისად წარმოადგენთ CSKO-ში. დიდი აქტივობა იყო ამორჩევლების გამოდივნე მცირე ექსცესაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ, როგორც მე ისევე ქართული ოცნების საარჩევნო ბლოკმა. ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მოსახლეობას, იმ დოვის გამართლებას შევეცდები, თავისთავად ცხადია და დაიწყება ალბათ სულ მოკლე ხანში ამშენებლობის პროცესი. ქართული ოცნების კორის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნების წინასწარი შედეგებით კმაყოფილია. მალხაზ ვახტანგიშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა უხეში დარღვევები, კონკრეტულად გორის 9 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლისას ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ამირან გიგაურმა საარჩევნო უბნის ფანჯრიდან გადაყარა ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო 51 ნომერი. მალხაზ ვახტანგიშვილი. გორის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ როგორც ოფიციალურად გახდა ცნობილი, CSKO-მ აღიარა ჩვენი გამარჯვება და ბუნებრივი ამ გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რო არა ის დარღვევები, სხვაობა ძალიან დიდი იქნებოდა ჩემსა და ჩემ კონკურენტს შორის, ვინაიდან ძალიან ბევრი დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე და მათ შორის კონკრეტულად ჩემი როგორც მაჟორიტარის ბიულეტენები იყო დახეული ერთ-ერთ უბანზე და ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა პროპორციულ არჩევნებში წაგების შემდეგ მაქსიმალურად გაიყვანათ მაჟორიტარი კანდიდატი. შედეგები გამოაქვეყნათ მანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რაიონის სამმრჩეველთა 74%-მა, 50 უბანზე შედგენილი ოქმების თანახმად წინასწარი დათვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობიდან კახა ოქრიაშვილმა ხმათა 71% დააგროვა. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაატა ხიზანიშვილმა კი 21%. თვანიში ნაციონალურ მოძრაობას სამმრჩეველთა 77%-მა მისცა ხმა, ქართულ ოცნებას კი 25%-მა. თვანისის 24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ნონიაშვილის განმარტებით დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა საჩივრები, უბანზე შედგენილი ოქმები კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიგზავნა. ნომერ 24 არჩევნო ურჩი 50 საარჩევნო უბანია. არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ყველა უბანში. დარღვევები იყო ძირითადად ტექნიკური მხარის. არც ერთ უბანში არ ყოფილა საფუძველი იმისა, რომ არჩევნები ჩაშლილი იყო, ან ბათილად ყოფილიყო ცნობილი. საჩივრები დაიწერა რამოდენიმე უბანში, მაგრამ უბანშივე იყო აღმოფხვრილი ძირითადად ყველა საჩივარი. ფაქტიურად უბნის შემდგომ საჩივარი საოლქოში არ შემოსულა. ჯერჯერობით 8119 არის ნაციონალური მოძრაობის პარტიის მიერ მიღებული პროპორციულით, ასე ვთქვათ, და 3019 არის ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმები. ეს არის პროცენტულად 77% ნაციონალური მოძრაობის და 25% ქართული ოცნების. ამ წლებში ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი მიმდინარეობს, რომელსაც ნაციონალების პრეს-სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი მართავს. ჩვენ შეგვიძლია პრეს-კონფერენცია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. აქტივისტებს კი სათავეში უდგანან ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები. ეს არის ქართული ოცნების მხრიდან დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და ამომრჩევლის ნების ფერხქვეშ გათელვა. მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესონ საოლქო კომისიებზე და არ დაუშვან საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია ქართული ოცნების მიერ. მე შემიძლია დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულად რა ვითარება არის სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად თეთრი წყაროსში თქვენ გაქვთ ცნობილი, რომ ხელი შეუშალეს საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომ მათ ოქმები მიეტანათ
მოვიტანათ საოლქო საარჩევნო კომისიაში. თქვენ იცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩაერია ამ პროცესში და უზრუნველყო ოქმების მიტანა, მაგრამ შემდგომში უკვე საოლქო კომისიაში ერთ-ერთმა წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ასეთი ზეწოლის ფარგლებში იგი იძულებული არის მიიღოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება და შესაბამისად გაუქმდა ერთი უბნის შედეგები თეთრი წყაროში. ამბროლაურში ქართული ოცნების წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშწორებით დაემუქრნენ კომისიის წევრებს. ზუგდიდში ისინი აშინებენ კომისიის წევრებს და ემუქრებიან დასჯით, თუ კი ისინი დაადასტურებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებას. მარტვილში, ამბროლაურში, მარნეულში საოლქო კომისიების გარეთ ასობით ქართული ოცნების აქტივისტი არის მობილიზებული, ზოგიერთ შემთხვევაში ბლოკირებული არის კომისიის შენობის შესასვლელები. აქტივისტები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან კომისიის წევრებს. თერჯოლაში საოლქო კომისიის წევრები წერენ განცხადებებს და ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ისინი უარს ამბობენ მუშაობაზე. ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს საქართველოში ჩატარებული ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პროცესის დისკრედიტაციას, მათ არ შეუძლიათ შეგუება იმ ფაქტთან, რომ ეს არის ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც ამ წუთებში მართავს ბრიფინგს. მან ქართული ოცნება არჩევნების შედეგების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა და საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. ახალი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ხმაური ამ წუთებში თერჯოლაში მოსახლეობა გაყალბებული ხმების დაცვას ითხოვს. თერჯოლაში ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე იმყოფება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს დეტალებით. თორნიკე, გისმენთ. დილით ხმაური იყო თერჯოლაში, კოალიცია ქართული ოცნების წევრები თერჯოლაში 49 საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ. ისინი 34 სპეცუბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ სპეცუბანზე, სადაც ჯარისკაცები და სამხედრო პირები აძლევდნენ ხმას, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. ზაალ გოგსაძე იმყოფება, კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის დეპუტატი თერჯოლაში ჩვენს გვერდით. ბატონ ზაალ, თუ შეიძლება დეტალურად გითხარით, რა დარღვევებით მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი აღნიშნულ სპეცუბანზე? სპეცუბანზე თვითონ უკვე დარღვევა ხმის მიცემა მაჟორიტარზე არავითარი უფლება არ აქვს, რომ სპეცუბნის ხალხმა, ანუ ჯარისკაცებმა, რომლებიც ჩამოსული არიან მთელი საქართველოდან, მიცენ ხმა და არ ცხოვრობენ თერჯოლაში, მიცენ ხმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. აქ თერჯოლაში საქმე ისე რომ არის არასდროს არავითარი საჯარისო შენაერთი დისლოცირებული არ ყოფილა. ამათმა შექმნეს სპეციალურად 2 კვირით ადრე დაასრულეს ბარაკების მშენებლობა. მე პირადად გახდით იქ დაახლოებით 19 თუ 20 რიცხვი იყო სექტემბერი. მოვინახულით თუ რა ხდებოდა იქ იყო სრულიად ახლად დასრულებული ბარაკები, რომელშიც არავინ არ ცხოვრობდა. არავინ იქ საჯარისო შენაერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ არის ერთ ადგილას ეს ნახშირღელის ტერიტორია, სასროლეთი, სადაც სულ 7-8 ადამიანი მუშაობდა მუდმივად. აი ახლა ამათმა შექმნეს ეს სპეციალურად იმისათვის, რომ იცოდნენ, რომ აქ ვერ ქონდათ საქმე კარგად და ეს იყო ალბათ ახალაიას საჩუქარი ბუცხრიკიძისადმი. და მიცეს ეს მთელი ხმები, მერე ჩაიტანეს ეს ქვედა სიმონეთის უბანზე, შეურიეს იმ საერთო ხმებს და ასე მოხდა ამ ხმების დათვლა. ჩვენ ახლა მოვითხოვთ არ ამ 850 ბიულეტენის დაახლოებით ასე იყო საერთოდ გაუქმებას, რომელიც იმ სპეცუბანზე იყო, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, ან საერთოდ გაუქმებას აი ამ ოლქის შედეგების, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების და შემდეგ ამ სპეც ობიექტის გარეშე აი ამ ობიექტზე დამატებითი არჩევნების ჩატარებას. ეს არის და ეს ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ სიმართლის აღდგენას, ობიექტურობის აღდგენას და ხალხი მოუწოდებს, სკანდირებს, ეხლა მოუწოდებს, რომ დაიცვას საოლქო კომისიამ სიმართლე. ესენი ეხლა გადადეს კიდე, ზეწოლა არის ხალხისო და გადადეს 12 საათზე უნდა ყოფილიყო ამის განხილვა 6 საათამდე, 2 საათზე უნდა ყოფილიყო 6 საათამდე. ეს უკვე კანონის დარღვევა 24 საათში უნდა მოგცემ პასუხი. ჩვენ გუშინ 4 საათზე შევიტანეთ ეს განცხადება. არავითარი უფლება არ ქონდათ უკვე გადაეტანათ 6 საათზე და მე რა არის ხალხის სიმართლისადმი, ხალხის ხმის ამოღება, ეს არის ზეწოლას თვითონ ახდენენ. ბატონ ზაალ, თუ შეიძლება ამ წუთისთვის ლიდერობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუცხვიკიძე. თუ კი სპეცუბნის შედეგები გაუქმდა ამ შემთხვევაში ციფრები და პროცენტული მაჩვენებელი როგორ შეიძლება? ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ გამარჯვებულები.
ეს არის უბრალოდ მისთვის სპეციალურად მიცემული ხმები და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ ხალხი არის აღშფოთებული და მოითხოვს ამის გაუქმებას. დიდი მადლობა. საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური გუშინაც იყო, კოალიციის წევრები გუშინაც შეიკრიბნენ აღნიშნული მოთხოვნით, რომ გაუქმდეს 34 სპეცუბნის შედეგები. მე კი შეგახსენებთ, რომ 2 საათზე იყო დღეს საოლქოში ხდომა დანიშნული საქმის განხილვა, თუმცა ის გაურკვეველი მიზეზების გამო 6 საათისთვის გადაიდო. დიდი მადლობა. თერჯოლიდან თორნიკე ხურციძე საუბრობდა. აქცია ამარნეულის საოლქო კომისიასთან მოსახლეობა რამდენიმე საარჩევნო უბანში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. თემას თამარ გოგესაშვილი განაგრძობს. პირდაპირ ეთერში თამარ გისმენთ. მარნეულის 22 საარჩევნო ოლქთან ქართული ოცნების მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბდნენ, ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ქართული ოცნების შტაბში ამბობენ, რომ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, რაც არჩევნების შედეგებზე აისახა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისა და კომისიის წევრების მოთხოვნით, აქ გუშინ ერთი უბნის მონაცემები გაუქმდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ 50-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიებისთვის განკუთვნილი ხმები მიწერილი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის. კომისიის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვეს იმ უბნების მონაცემების გადათვლა, სადაც დარღვევები იყო დაფიქსირებული, თუმცა ამაზე უარი მიიღეს. იყო სერიოზული დარღვევები უბნებზე, ჩვენ გვაქვს ფაქტები, ეს არის ვიდეო მასალა, ოკმები, საჩივრები. ჩვენ ვიცით, რომ უბნებზე იყო საშინელი მდგომარეობა, ესე გადიოდა გამგებელი ისეთი ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიან და მუშაობენ თანამდებობებზე, რომელსაც არ ჰქონდათ უბნებზე შესვლის უფლება, შედიოდნენ და ესე იგი აიძულებდნენ ხალხს, რომ მიეცათ შემოეხადათ ხუთიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ გაუქმდეს ნომერ 22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ხმები და ცნობილი იქნას ბათილად და დაკარდეს თავიდან არჩევნები. როცა ხელისუფლება მიჩვეულია მარნეულიდან 100% წაიღოს და დღეს სხვა მდგომარეობა, სხვა მონაცემებია. ვერ აკმაყოფილებს ეს და გვიპირებს გააყალბოს ჩვენი ხმები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოლქში შემავალი 86-ვე უბნის მონაცემების ხელახალ გადათვლას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაწერილი საჩივარი, ეს ხვალდაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი. აქ რჩებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, აქვე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. დიდი მადლობა. მარნეულიდან თამარ გოგესაშვილი საუბრობდა. სიტყვიერი გაფრთხილება ქართული ოცნების წევრის ნათესავს ლალი ციხალაშვილი, სიძე ელგუჯა ჯაფარიძე ორი დღის წინ ბოლნისის 59 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. სასამართლომ იგი სიტყვიერად გააფრთხილა. თვითმხილველების თქმით ჯაფარიძე უბნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი სამართალდამცველებს სრულმანი ხულიგნობის გამო ჰყავდა დაკავებული. ჯაფარიძე მარნეულის რაიონულ სამმართველოში იყო გადაყვანილი, გუშინ კი მისი სასამართლო პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ჯაფარიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სასამართლო მაინც დამნაშავე ვცნო და ყველაზე გაფრთხილება მომისაჯა რა. მაგრამ მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, იმიტომ რომ მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული, რაც ამათმა წამიყენეს რა და საბოლოო ჯამში მაინც მიმართავ შემდეგ სასამართლოს. გავასაჩივროთ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად. ვერ დადასტურდა ბატონი ჯაფარიძის ბრალეულობა საკითხთან დაკავშირებით. ისე ვერ იქნება მოძიებული, შესაბამისად ჯარიმის სახით დაიკითხა მხოლოდ გაფრთხილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 1 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ქართული ოცნების აქტივისტები პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დღესვე გამომართლებელი განაჩენი გამოუტანა 24 სექტემბერს ხარაგაულში დაკავებულ მალხაზ კუპრაძესა და 10 დღის წინ ზუგდიდში დაკავებულ გია მესხიას. პოლიტიკური აქტივობისთვის დამაკავეს 1 ოქტომბერს მივდიოდი ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, სადაც დარღვევები იყო, დაგვიკვეთა ეს დარღვევები. ამასობაში გამოჩერა პატრულის ეკიპაჟმა ამ ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლების მეთოდებით ჩაატარეს 5 წუთიანი სასამართლო. იქეთ კიდევ მადლობები მაღთევინეს, რომ 25 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მიმისაჯეს.
ჭიათურაში იუსტიციის სახლის მშენებლობა შეწყვიტეს. იუსტიციის სახლის აშენებას საფუძველი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამგეობის წინ არსებულ ბაღში ჩაეყარა, რასაც მოსახლეობის და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების პროტესტი მოყვა. მოსახლეობა იუსტიციის სახლის ასაშენებლად სხვა ადგილის გამოყოფას და ბაღის გადარჩენას მოითხოვდა, სადაც იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვებია. დემონტაჟის ბრძანება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ ჭუმბურიძემ გასცა. მის თქმით, ის იუსტიციის სახლის ბაღის ტერიტორიაზე აშენებას თავიდანვე არ ეთანხმებოდა. გამშვებას უცხოეთიდან მიღებული ინფორმაციით განვაგრძობთ, კაიროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ბანერის გამოტანის გამო ირანის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ნეთანიაჰუს საქციელს პრიმიტიული უწოდა. სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის ბირთვული პროგრამის სქემა ნახატით წარმოადგინა და თეირანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ისაუბრა. ამ ნახატის გამო მაჰმუდ აჰმადინეჯადი აღშფოთებას ვერ ბალავს. სურათზე გამოსახული ბომბის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერის საქციელს პრიმიტიული და მახინჯი ქმედება უწოდა. აჰმადინეჯადი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხატვაში ვარჯიშის საკეთბო უწოდებს. გაეროში ჩემი მიმართვის შემდეგ ეს კაცი გამოვიდა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ჩვენც და აუდიტორიასაც. პრიმიტიული სურათი დახატა. ეს ძალიან უხეში და მახინჯი გამოვლინება იყო. ეს სურათი ამ კაცის დონეს აჩვენებს. მან ხატვაში უნდა ივარჯიშოს. არ ვიცი რა წითელ ხაზებზე საუბრობენ. რაც უნდათ ის გამოიყენონ. გინდა წითელი, გინდა თეთრი და თუნდაც შავი ფერი. ეს უფრო ბავშვებს მოუტანს სარგებელს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თეირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად წითელი ხაზის გავლება მოითხოვა. ისრაელში დარწმუნებულები არიან, რომ თეირანი გაზაფხულზე ან ზაფხულში ურანის გამდიდრების მესამე სტადიაზე გადავა და საბოლოო ჯამში ატომურ ბომბს შექმნის. თელ-ავივის ბრალდებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს. თუ რომელიმე ქვეყანა, მათ შორის ირანი, მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება იმ სახელმწიფოს მთავრობის კანონიერების დასასრული. ასეთი იარაღი ცივილიზაციას ეწინააღმდეგება და ჩვენთვის მიუღებელია. ირანული ტელევიზიის პრესტივის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი ირანთან მოლაპარაკებაზე უარს ითქვის, თეირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე ბარაკ ობამა და მით რომნი სატელევიზიო დებატებისთვის ემზადებიან. 90 წუთიანი დებატების განხილვის მთავარი თემა ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკა იქნება. რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტს არასწორ ეკონომიკურ კურსსა და სამუშაო ადგილების შემცირებაში ადანაშაულებენ. უკანასკნელი გამოკითხვებით პრეზიდენტი ბარაკ ობამა მით რომნის მკვეთრი უპირატესობით უსწრებს იმ შტატებში, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებს განსაზღვრავენ. რესპუბლიკელმა მით რომნიმ პრეზიდენტი ობამა Wall Street Journal-ში საგარეო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ობამამ რომნის კომენტარებს უპასუხისმგებლო და დაუდევარი უწოდა. sappresidento არჩევნები შეერთებულ შტატებში 6 ნოემბერს გაიმართება. 2 hours north of President Obama's Chicago, the one that global markets are most worried about. დებატები გვაძლევს შესაძლებლობას განმარტოთ ის გზა, რითაც ამერიკის წინსვლას შევუწყობთ ხელს, ხოლო ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ თუ როგორი ამერიკა სურთ. დებატების გამართვას მოუთმენლად ველი, რომნი კარგი ორატორია, თუმცა არც მე ვარ მოუმზადებელი. იმაჩნია, რომ ყველაზე მწვავე დისკუსია იმ საკითხთან დაკავშირებით გვექნება, თუ რა სჭირდება ამერიკას წინსვლის გასაძლიერებლად. უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო საავადმყოფოში მოინახულეს. ეს არის პირველი შემთხვევა მიმდინარე წელს, როდესაც ტიმოშენკო მისმა მომხრეებმა ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოინახულეს. საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ იგი გაოცებულია ტიმოშენკოს შემართებით, რომელმაც 28 ოქტომბერს გასამართი უკრაინის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. გასულ კვირას ექს-პრემიერმა საკუთარ თანამოქალაქეებს საავადმყოფოდან მოუწოდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინის არსებულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირონ. იულია ტიმოშენკოს ნახვის შესაძლებლობა პირველად მომეცა. ყოფილი პრემიერი მხნედ გამოიყურება. მეტიც გამაუცა მისმა შემართებამ და მზაობამ განაგრძოს პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. სირიის ოპოზიციამ კონფლიქტის დროს დაზრალებული მოსახლეობის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანი საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულ დასახლებებში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენაა. ორგანიზაციის წევრები ომის შედეგად დაზრალებულ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სირიის ეროვნულმა საბჭომ და განმათავისუფლებელი არმიის წევრებმა სპეციალური ორგანიზაცია შექმნეს. დამფუძნებლების განცხადებით ორგანიზაცია დამოუკიდებლად იმუშავებს და არ ჩაერევა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში. სირიის ოპოზიციის განცხადებით 18-თვიანი კონფლიქტის შედეგად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს 30,000 ადამიანი შეეწირა.
კონფლიქტის შედეგად განსაკუთრებით უდანაშაულო ბავშვები დაზარალდნენ. გეგმავთ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ვიმუშაოთ, რომ მათ შეძლონ ახალი ცხოვრების დაწყება. სირიაში უნდა აღდგეს საკომუნიკაციო საშუალებები, დასახლებებს უნდა მივაწოდოთ წყალი და ელექტროენერგია. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და სხვა ადგილას ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. სოციალური ქსელებით ორი თვისინ სირიაში გადაცებული ამერიკელი ჟურნალისტის სამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. 47 წამიან კადრებში ოსტინ თაისი თვალება ხვეული ჩანს. ვიდეოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განცხადება გააკეთეს. ვიქტორია ნულანდის თქმით, ამ ეტაპზე რთულია გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით რაიმეს მტკიცება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს მართლაც ოსტინია თუ სხვა ვინმე. შეიძლება რეჟიმმა სცენა დადგა. ჩვენ გვაქვს შეზღუდული ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მთავრობის ციხეშია. სამოქალაქო ომთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი სამოყვარულო ვიდეო გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ალეპოს ისტორიულ ნაწილში ქალაქის კულტურულ ცენტრში მეამბოხებსა და ასადის არმიას შორის შეტაკება დაიწყო. ქალაქის ისტორიული ნაწილი артиლერიით ნადგურდება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ კერო საფრანგეთის პარლამენტს ევროკავშირის ფისკალური პაქტის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. პრემიერი აფრთხილებს პარლამენტარებს, რომ პაქტის მიუღებლობის შემთხვევაში ევროპის საფინანსო ერთიანობას საფრთხე ემუქრება. საქმე ისაა, რომ თუ პარიზი საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერს, მაშინ საფრანგეთი ვალდებული გახდება ბიუჯეტის დეფიციტი შეამციროს. ევროკავშირის შეთანხმების მიხედვით წევრი ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%-ს არ უნდა აღემატებოდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოების მიმართ სანქციები ავტომატურად ამოქმედდება. მეცხრე საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს რამდენიმე წუთის წინ ცოტა ხნის წინ Facebook-ის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელსაც მე ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგიკითხავთ. საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კოალიცია ქართული ოცნება შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაგისრებული მოვალეობების შესრულებას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ამასთანავე ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგი დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტ შორის ურთიერთობას. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება მთავრობის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმნით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუპაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. რაც ეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებას პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არნაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად. ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი კი დღეს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრა საგარეო უწყებაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მხარეებმა ჩატარებულ არჩევნებსა და მომავალ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრისას. ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე. ამერიკა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობას. არ ვფიქრობთ, რომ რაიმე ძირეულად შეიცვლება. ამ საკითხზე საუბარი ბატონ ივანიშვილთანაც ჰქონდა. ვიცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმათა გადათვლა. უშინ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლა ეს არის კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა. საქართველოში უახლოეს მომავალში მოხდება კონსტიტუციურად ხელისუფლების გადაცემა და გასაგები არის, რომ ყველაფერი პოზიტიური უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის საქართველოს შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობები. და ბატონმა ელჩმა ვისაუბრეთ თემაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სტრატეგიაზე მუშაობა და რა უახლოესი ამოცანები იქნება საქართველოს და შეერთებული შტატების დიპლომატიის წინაშე.
დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. განცხადება დღეს ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მის თქმით, დღეს რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემლობა და კონსტიტუციის დარღვევაა. ბაქრაძის განცხადებით პარლამენტში ოპოზიციურ ძალად დაბრუნებით ნაციონალური მოძრაობა ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს და დაემორჩილება არჩევნების შედეგებს. მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის დიდი და სერიოზული გამოცდა იყო, რომელიც ღირსეულად ჩააბარა. დღეს საპრეზიდენტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უპატივცემულობა და დარღვევა და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება მხოლოდ ერთ განცხადებად და დარჩება მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობით გამოწვეულ ემოციად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე მინდა რომ ეს ჟურნალისტებს კარგად გესმოდეთ. დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და უკვე ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მე მინდა კარგად გესმოდეთ. გუშინ ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ აგიხსნათ, თქვენ მაინც გაერკვათ. დღეს პრემიერ-მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. კონსტიტუციურად არაფერი არ უშლის ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ წარადგინოს ვანო მერიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. ამას არ ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას. დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა. მის თქმით, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე შეასრულებს. უახლოეს მომავალში კი ახალი მემარჯვენეები გამართავენ შეხვედრას და ახალი თავმჯდომარის არჩევაზე იქ ჩამოყალიბდებიან. გამყრელიძის განცხადებით, რადგან პარტიამ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, მან შეასრულა სიტყვა და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მე დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ვტოვებ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის პოსტს, მე მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან და დღეს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იბრძოდა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. მინდა გადავუხადო თითოეულ მემარჯვენეს, თითოეულ ამომრჩეველს, მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც მე ძალიან მძიმე ბრძოლა გავიარე, ძალიან მძიმე პერიოდი, მაგრამ ძალიან საამაყო. მე მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმ 12 წლით, რომელიც მე გავიარე ამ ადამიანებთან ერთად. მინდა მიულოცო ამ არჩევნებში გამარჯვებულს, ქართულ ოცნებას და პირადად ბატონ ივანიშვილს. უსურო წარმატება ქვეყნის საკეთილდღეოდ და ვისურვებდი, რომ გაემართლებინოს ის უზარმაზარი ნდობა, რომელიც მან მიიღო ხალხისგან და საქართველოს ამომრჩევლისგან. აქცია მარნეულის საოლქო კომისიასთან მოსახლეობა რამდენიმე საარჩევნო უბანში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. იყო სერიოზული დარღვევები უბნებზე, ჩვენ გვაქვს ფაქტები, ეს არის ვიდეო მასალა, ოქნები, საჩვირები. ჩვენ ვიცით, რომ უბნებზე იყო საშინელი მდგომარეობა, ესე გადიოდა გამგებელი ისეთი ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიან და მუშაობენ თანამდებობებზე, რომელსაც არ ქონდათ უბნებზე შესვლის უფლება, შედიოდნენ და ესე იგი აიძულებდნენ ხალხს, რომ მიეცათ შემოეხადათ ხუთიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ გაუქმდეს ნომერ 22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ხმები და ცნობილი იქნას ბათილად და დაწადეს თავიდან არჩევნები. როცა ხელისუფლება მიჩვეულია მარნეული და 100% წაიღოს და დღეს სხვა მდგომარეობა, სხვა მონაცემებია. ვერ აკმაყოფილებს ეს და გვიპირებს გააყალბოს ჩვენი ხმები. ქართული ოცნება არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს სენაკში. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ სენაკში არჩევნები გაყალბდა და საოლქო კომისიის შედეგებს არ ცნობს. გურამ ოდიშარიას თქმით, კოალიცია სარჩელს ამზადებს, რომელშიც კონკრეტულად იქნება ასახული გაყალბებისა და დარღვევის ყველა ფაქტი. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო.
უამრავი ფაქტი გვაქვს, რომ როდესაც ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, ყველაფერი არის დოკუმენტურად შესწავლილი. დღეს ჩვენი შტაბი ჩააბარებს CSKO-ს ამ მონაცემებს ყველაფერს საჩივართან ერთად, ასევე სასამართლოში ჩვენ აუცილებლად გავაგზავნით რა საჭიროა, როგორ საჭიროა იმ საბუთებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ რა თქმა უნდა ვასაჩივრებთ და არჩევნები დაინიშნოს სენაკში თავიდან. აქცია კახეთში სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ადგილობრივები საკუთარი ხმების დაცვას საპროტესტო გამოსვლით ცდილობენ. ადგილზე შეკრებილთა მტკიცებით რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოიგო, თუმცა შემაჯამებელი ოქმი გაუქმდა. ზეწოლის ფაქტს საუბნო კომისიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. სიღნაღის საოლქო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვას დღეს 17 საათზე გეგმავს. 377 ხმა გვაქვს გელა გელაშვილს, 207 ხმა აქვს ლევან ბეჟაშვილს. ეს არის ნამდვილად და დაფიქსირებული და რომელიც CSKO-სთან მიტანის შემდეგ გაყალბდა. ჩვენ მთელი სოფელი ვიცავთ ჩვენ ხმები. საოლქო კომისიაში სადაც იყვნენ ვანო პეტრიაშვილი და კიდევ ერთი იურისტი. კიდევ ხო. იქ მოხდა ის რომ ის ოქმები, რაც ჩვენ გვქონდა ატანილი, იმის მიხედვით კი არ დაიწერა ეს ძირითადი ოქმი, დაიწერა თვითონ თავიანთი ინიციატივით, როგორც უნდა ასე გამოვიდა, ისე დაწერეს. არჩევნების შედეგები შეაჯამეს ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისიაში. რაიონში გახსნილ ათუბანში არჩევნებში მონაწილეობა 3408 მომხრეველმა მიიღო. ხმების 70% ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მირიან ციკლაურმა, 30% კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გოჩა მალანია მიიღო. ამომრჩევლების 71%-მა ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი, 27%-მა კი ნაციონალურ მოძრაობას. არც ერთ უბანზე მაგას გუშინდერმა საარჩევნო დღემ ჩაერა ნორმალურად, ყველა საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა ექსცესების გარეშე. პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა რამოდენიმე უბანზე ადგილი, რომელიც მაშინათვე არ მოიფურა. შემაჯამებელი ოქმი, ოლქის შემაჯამებელი ოქმი უახლოეს დღეებში შედგება CSKO-ში, შესაბამისად წარმოადგენთ CSKO-ში. დიდი აქტივობა იყო ამორჩევლების რამოდენიმე მცირე ექსცესაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ, როგორც მე ისევე ქართული ოცნების საარჩევნო ბლოკმა. ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მოსახლეობას, იმდობის გამართლებას შევეცდები, თავისთავად ცხადია და დაიწყება ალბათ სულ მოკლე ხანში აღმშენებლობის პროცესი. ქართული ოცნების გორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგებით კმაყოფილია. მალხაზ ვახტანგიშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა უხეში დარღვევები, კონკრეტულად გორის 9 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლისას ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ამირან გიგაურმა საარჩევნო უბნის ფანჯრიდან გადმოყარა ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო 41 ნომერი მალხაზ ვახტანგიშვილი. გორის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ როგორც ოფიციალურად გახდა ცნობილი, CSKO აღიარა ჩვენი გამარჯვება და ბუნებრივი ამ გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რო არა ის დარღვევები, სხვაობა ძალიან დიდი იქნებოდა ჩემსა და ჩემ კონკურენტს შორის, ვინაიდან ძალიან ბევრი დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე და მათ შორის კონკრეტულად ჩემი როგორც მაჟორიტარის ბიულეტენები იყო დახეული ერთ-ერთ უბანზე და ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა პროპორციულ არჩევნებში წაგების შემდეგ მაქსიმალურად გაიყვანათ მაჟორიტარი კანდიდატი. შედეგები გამოაქვეყნა დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რაიონის სამმართველთა 74%-მა, 50 უბანზე შედგენილი ოქმების თანახმად წინასწარი დათვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობიდან კახა ოქრიაშვილმა ხმათა 71% დააგროვა. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ხიზანიშვილმა კი 21%. დმანიში ნაციონალურ მოძრაობას სამმართველთა 77%-მა მისცა ხმა, ქართულ ოცნებას კი 25%-მა. დმანისის 24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ნონიაშვილის განმარტებით დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა საჩივრები, უბანზე შედგენილი ოქმები კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიგზავნა. ნომერ 24 დმანის არჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანია. არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ყველა უბანში.
დარღვევები იყო ძირითადად ტექნიკური მხარის არც ერთ უბანში არ ყოფილა საფუძველი იმისა, რომ არჩევნები ჩაშლილიყო, ან ბათილად ყოფილიყო ცნობილი. საჩივრები დაიწერა რამდენიმე უბანში, მაგრამ უბანშივე იყო აღმოფხვრილი ძირითადად ყველა საჩივარი. ფაქტიურად უბნის შემდგომ საჩივარი საოლქოში არ შემოსულა. ჯერჯერობით 8199 არის ნაციონალური მოძრაობის პარტიის მიერ მიღებული პროპორციული, ასე ვთქვათ, და 3019 არის ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმები. ეს არის პროცენტულად 67% ნაციონალური მოძრაობის და 25% ქართული ოცნების. სიტყვიერი გაფრთხილება ქართული ოცნების წევრის ნათესავს ლალი ციხალაშვილის სიძე ელგუჯა ჯაფარიძე 2 დღის წინ ბოლნისის 59 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. სასამართლომ იგი სიტყვიერად გააფრთხილა თვითმხილველების თქმით ჯაფარიძე უბნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით ჩასვეს, მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი სამართალდამცველებს წვრილმანი ხულიგნობის გამო ჰყავდათ დაკავებული. ჯაფარიძე მარნეულის რაიონულ სამმართველოში იყო გადაყვანილი, გუშინ კი მისი სასამართლო პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ჯაფარიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სასამართლომ მაინც დამნაშავე უცნო და ყველაზე გაფრთხილება მომისაჯა რა. მაგრამ მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, იმიტომ რომ მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული, რაც ამათმა წამიყენეს რა და საბოლოო ჯამში მაინც მიმართავ შემდეგ სასამართლოს. გავასაჩივროთ ამ გადაწყვეტილებას. აუცილებლად. ვერ დადასტურდა ბატონი ჯაფარიძის ბრალეულობა საკითხთან დაკავშირებით. ისე ვერ იქნება მოძიებული, შესაბამისად ჯარიმის სახით დაიკითხა მხოლოდ გაფრთხილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 1 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ქართული ოცნების აქტივისტები პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დღესვე გამომართლებელი განაჩენი გამოუტანა 24 სექტემბერს ხარაგაულში დაკავებულ მალხაზ კუპრაძესა და 10 დღის წინ ზუგდიდში დაკავებულ გია მესხიას. პოლიტიკური აქტიურობისთვის დამაკავეს 1 ოქტომბერს მივდიოდი ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, სადაც დარღვევები იყო, დაგვიკვეთა ეს დარღვევები. ამ ზოგადად გამოჩერა პატრულის ეკიპაჟმა ამ ხელისუფლების სააკაშვილის ხელისუფლების მეთოდებით ჩაატარეს 5 წუთიანი სასამართლო. ეგეთ კიდევ მადლობები მაღთევინეს, რომ 25 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მიმისაჯეს. ახალი განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. CESCO-ს ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის დათვლილია 3766 უბნიდან მონაცემები, რაც დაახლოებით საერთო რაოდენობის, სამრჩევლო და საერთო რაოდენობის 97%-ზე მეტია. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს, ვის რამდენი პროცენტი ერგო, ამაზე ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე ისაუბრებს დეტალებით, რომელიც ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფება. თამთა, გისმენთ. ვიდრე უშუალოდ მონაცემებზე გადავიდოდეთ, მანამდე აქ ჩვენს მაყურებელს მივაწვი ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოვიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ, რას ფიქრობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 2012 წლის ქართულ საპარლამენტო არჩევნებზე. გარდა ამისა, აქ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მოვლენ CESCO-ს შენობასთან და ისინი გააპროტესტებენ იმ 6 ოლქის შედეგებს, სადაც მათი აზრით არ დაფიქსირდა ძალიან ბევრი დარღვევა და ამ ოლქების შედეგები უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება უშუალოდ მონაცემებს, ამ დროის მონაცემებით 3766 უბნიდან დათვლილია 3654 უბანი, რაც როგორც აღნიშნეთ 97% შეადგენს. პროცენტები კი ასე გადანაწილდა: 55% კოალიცია ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა 40%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 2%, ხოლო ლეიბორისტული პარტია 1%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, დათვლილია უკვე 73 მაჟორიტარული ოლქის წინასწარი შედეგები და ასე გადანაწილდა ეს ოლქები. 38 ოლქში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხოლო 35 ოლქში პოზიციებს ინარჩუნებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. დიდი მადლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან თამთა ჯანაძე საუბრობდა. ქართული ოცნების ლიდერის ინტერვიუ CNN-ზე ინტერვიუში საუბარი როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შეეხებოდა. კოალიციის ლიდერმა CNN-თან პირდაპირ ეთერში რუსეთსა და დასავლეთთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და ასევე შიდა პოლიტიკურ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
ფიქრობ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. პირველ რიგში სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. ეს ადვილი არ იქნება და მალე არ მოხდება. საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტები რუსეთთან კავშირში მადანაშაულებდნენ, მაგრამ მე მათთან არანაირად არ ვარ დაკავშირებული. კრემლთან ურთიერთობების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისათვის ყველა გზას გამოვიყენებთ. ფიქრობ, ეს ადვილი არაა, მაგრამ მიღწევადია. პირველ რიგში კრემლი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ არ იქნება საზიანო და წინააღმდეგობრივი რუსეთის ინტერესებთან. სამომავლოდ უფრო დიდი ამოცანები გვაქვს. კავკასია რთული რეგიონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ საერთო ინტერესებს გამოვნახავთ. საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას გააგრძელებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განავითარებს. უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, რომ არ იქნება არანაირი პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, მაგრამ თუ კი ვინმე მთავრობაში კანონი დაარღვია, სასამართლოს წინაშე წარსდგება. სხვა მხრივ ადამიანები, ვინც მთავრობაში მუშაობენ, თავიანთ ადგილებს შეინარჩუნებენ. ხმაურით დაიწყო არჩევნები ნიუ-იორკის მეოთხე საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებლებს არჩევნებზე დასწრების საშუალებას არ აძლევდა, რომლის მიზეზად ყალბის სადამკვირვებლო ბარათების წარმოდგენას ასახელებდა. კომისიის თავმჯდომარე პატა აბჟანდაძე დამკვირვებლებს უბნის დატოვებას თხოვდა, რისთვისაც მან ასევე პოლიციაც გამოიძახა. სიტუაციის პროვოცირებას ახდენდა ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფიც, რის გამოც იმედის ოპერატორსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის შეალაპარაკებაც მოხდა. ტელეკომპანია იმედი არაკოლეგიალობით მეცხრე არხის მიმართაც გამოირჩეოდა. დაძაბული ვითარების გამო საარჩევნო უბანი 2 საათის დაგვიანებით გაიხსნა. სულ არჩევნებში 3387 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 866-მა ამომრჩეველმა. არჩევნების საბოლოო შედეგით კი 606-მა ხმა მიიღო კოალიცია ქართულმა ოცნებამ, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 223 ხმა. არჩევნები 2 საათის დაგვიანებით დაიწყო მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. თავმჯდომარის ინიციატივით არ იყო დაშვებული საარჩევნო უბანზე უმრავლესობა დამკვირვებლებისა და ამის მიზეზად იყო დასახელებული აბსოლუტურად გაურკვეველი და გაუგებარი მიზეზები, რომელიც არ არის ასახული დებულებაში, არც საარჩევნო კოდექსში და არც საარჩევნო წესდებაში. გაიწელას მე მგონია სპეციალურად იმის გამო, რომ ქვემოთ მოწყობილი იყო უამრავი ხალხი ქართული მომჩეულებისა და 2 საათნახევრის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა დროებით მაინც დატოვა უბანი. შემდეგ თავმჯდომარემ დააპირა ჩვენი მოთხოვება, ანუ ჯერ პირველ რიგში მოგაწერინა ხელი, რომ ვითომ დაგვიშვეს და მე გამოიძახა პოლიცია, რომ ჩვენ პოლიციის ძალით გავეყვანოთ უბნიდან, მაგრამ ჩვენი სრულიად ლოგიკური დასაბუთების მერე ამერიკული პოლიციის ოფიცრების მიმართ პოლიციელებმა დატოვეს შენობა და დაკავეს შეულებრივად უბანზე, როგორც წესი და რეგია არის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ახალ პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ჰილარი კლინტონი ახალ პარლამენტში ყველა მხარეს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებს. დიპლომატი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავს და ამ დღეს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის ისტორიულს უწოდებს. კიდევ ერთი გამოხმაურება ამერიკიდან პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელიან საქართველოსთან ახლო თანამშრომლობასა და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებას, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე წერია, რომ ვაშინგტონი საქართველოს ახალ პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. შეფასებულია 2012 წლის 1 ოქტომბერით შეერთებული შტატების საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებასა და დემოკრატიული განვითარების ახალ მიღწევას ულოცავს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ვაშინგტონის არჩევნებს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კონკურენტუნარიანი კამპანია ჩაატარეს. საკუთარი დემოკრატიული უფლებები თავისუფლად ისარგებლეს და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის სურვილი დაამტკიცეს, რითაც რეგიონული და გლობალური მაგალითი აჩვენეს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გამოყოფილია დამკვირვებლების როლიც და ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეუწყოს ხელი. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი. მე დიდ ყურადღებას ვაქცევ არჩევნების შედეგებს და ვიწონებ პრეზიდენტის საქციელს, რომელმაც ხალხის არჩევანს პატივისა და ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, აცხადებს ვილფრედ მარტენსი. იგი ამბობს, რომ სახალხო პარტია მომავალში ივანიშვილის მთავრობას დააკვირდება და გააკონტროლებს, შეძლებს თუ არა ეს ძალა დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებას. პარტიის ლიდერი ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერის სიტყვებსაც და ამბობს, რომ განცხადება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მიუღებელია. მარტინესი აქებს მიხეილ სააკაშვილს
ახსენებს მის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ევროპელი პოლიტიკოსი პრეზიდენტის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ დაგმობს. ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება სულოცავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე. ევროპელი დიპლომატები ახალი პარლამენტის ყველა წევრს საქართველოს ინტერესების დასაცავად ერთობლივი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია დადებითად აფასებს არჩევნებში ამორჩეულთა მაღალ აქტივობას და იზიარებს ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებას, რომ პროცესი დემოკრატიულად წარიმართა. კეტრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებით ქართველმა ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა პასუხისმგებელი ხელისუფლება და კონსტრუქციული ოპოზიცია კი დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. გერმანია საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებსა და ეუთოს დამკვირვებლების დადებით შეფასებას მიესალმება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ულოცავს და აცხადებს, რომ შედეგების მიუხედავად არჩევნები დემოკრატიული კონსოლიდაციის ნიშანია. გიდო ვესტერველი ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ოპოზიციას და მთავრობას. ბოლო წლების განმავლობაში აღსანიშნავია საქართველოს მიღწევები თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. გერმანული თვალთახედვით ეს არჩევნები დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ დარჩენილი პრობლემების აღმოსაყრელად. ახალი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაგრძელდება და რაიმე დრამატულ ცვლილებებს არ ველით. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა საგარეო უწყებაში დახურულ კარს მიღმა შედგა. ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე. ამერიკა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობას. არ ვფიქრობთ, რომ რაიმე ძირეულად შეიცვლება. ამ საკითხზე საუბარი ბატონ ივანიშვილთანაც ჰქონდა. ვიცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმათა გადათვლა. უშინ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლა ეს არის კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა. საქართველოში უახლოეს მომავალში მოხდება კონსტიტუციურად ხელისუფლების გადაცემა და გასაგები არის, რომ ყველაფერი პოზიტიური უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის საქართველოს შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობები. და ბატონმა ელჩმა ვისაუბრეთ თემაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სტრატეგიაზე მუშაობა და რა უახლოესი ამოცანები იქნება საქართველოს და შეერთებული შტატების დიპლომატიის წინაშე. სოზარ სუბარის განცხადებით არჩევნების დღე სერიოზული დარღვევებით წარიმართა და რომ არა მოსახლეობის მაღალი აქტივობა არჩევნები ამ შედეგებით არ დასრულდებოდა. სუბარის თქმით, ქართული ოცნება პარლამენტის პირველივე სხდომაზე გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნებზე გაყალბებისა და დარღვევების ფაქტებს შეისწავლის და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. რაც შეეხება სუბარის ჩასვლას თეთრიწყაროს რაიონში, ის ამ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ თეთრიწყაროში კომისიის წევრების მოთხოვნის საფუძველზე ჩავიდა, რადგან გარკვეული ჯგუფები მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ. მე პირადად ვიყავი ჩასული თეთრიწყაროში, იმიტომ რომ საარჩევნო კომისიის წევრებს და მათ შორის ოლქის თავმჯდომარეს ეშინოდათ ხალხის ანგარიშტორების მათ მიერ ჩადენილი დარღვევების გამო და მთხოვეს, რომ გავყოლოდი, რომ დამეცვა ისინი ხალხის რისხვისგან, მე ეს მოვალეობა შევასრულე დანარჩენი კომისიის მუშაობაში, მე ვერ ჩავერეოდი ვერანაირად. თუ ვინმე თვლის, რომ კომისიის მუშაობაში, რომელიმე კომისიის მუშაობაში ჩარევა ითვლება ის განცხადება, რაც მე გავაკეთე, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა ფაქტს შეისწავლის, მე მგონი ეს კანონით გათვალისწინებული პროცედურაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში გაყალბების თემა და გაყალბების თემა ვერ დამთავრდება მანამ, სანამ ყველა გამყალბებელი პასუხს არ აგებს. ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, როგორც შიორა თაქთაქიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თერჯოლაში, ამბროლაურში, ქუთაისში, მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, ასევე მარნეულში, თეთრიწყაროში, ხაშურსა და ბოლნისში ქართული ოცნების ლიდერები და ასობით აქტივისტი ჩართულია საოლქო კომისიის წევრების დაშინების კამპანიაში. ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს განსაკუთრებული მონიტორინგით დააწესონ ამ ოლქებზე. ეს არის ქართული ოცნების მხრიდან დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და ამომრჩევლის ნების ფეხქვეშ გათელვა.
მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესონ საოლქო კომისიებზე და არ დაუშვან საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია ქართული ოცნების მიერ. ასეთი ინფორმაცია არ დასტურდება. ასეთი ინფორმაცია არ დასტურდება. პოლიციამ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადება, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ დღეს კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა. ხუთი პარიმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და მალხაზ ჯანგირაშვილმა საშელახსრულების სამინისტროში განცხადება შეიტანეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები მურთას სიორდია, იოსებ ჩარგაზია და დავით პაპანაშვილი რუსთავის მეექვსე საპყრობილეში მეათე დღეა შიმშილობენ. პატიმრების სამედიცინო მომსახურების უყურადღებობას საპროტესტებენ, როგორც ჯანგირაშვილმა განაცხადა, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მათ მიმართ საშელახსრულების მინისტრს არნაირი ყურადღება არ გამოუჩენია. ირმა ჭკადუას თქმით, პატიმრებზე კვლავ გრძელდება მორალური შეურაცხყოფა. მისივე თქმით, მიუხედავად ინფორმირებისა, გიორგი ტუღუში მაინც არ ცდილობს საპყრობილეში უსამართლობა აღკვეთოს. მათივე განცხადებით უწმიდესის კურთხევით შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელიც ციხეებში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება. მიმართავთ ბატონ მინისტრს განცხადებით, რომლითაც მოვითხოვთ მოშიმშილე პატიმრები, კერძოდ გოჩა და შმაგი აფრასიძეები, იოსებ ჩარგაზია, მურთაზ სიორდია გადაყვანილი იქნენ სასწრაფოდ საჯელახსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში. ამ ადამიანების მოთხოვნა სწორედ ამ დაწესებულებაში გადაყვანა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი გამოკვლევა და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში შიმშილობენ, მათ არ ექცევათ არანაირი სათანადო ყურადღება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთში არის სავალალო, რასაც თან ერთვის მთელი ამ წლების განმავლობაში აფრასიძეების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს ისინი უკვე გაუსაზრდელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობენ, მათ მიმართ ადგილი აქვს ციხის თანამშრომლების მხრიდან შეურაცხყოფის მიყენებას, წყალში ჩაფურთხებას იმისთვის, რომ გამოიწვიონ ეს ადამიანები და ადგილი ქონდეს პროვოკაციას, რითაც ისინი უფრო მკაცრად დაიშებიან. მისი უწმინდესობის კურთხევით შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელიც გაუწევს მეთვალყურეობას პენიტენციალურ სისტემას. საზოგადოებრივი საბჭო დაკომპლექტებულია ადვოკატების, უფლებადამცავების, ექიმების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეობის შემადგენლობით. მონიტორინგის ჯგუფში ჩართული იქნება სასულიერო პირები და აი მათი თანდაცრებით და თანხლებით მოხდება პენიტენციალური სისტემის მონიტორინგი და გადამოწმება. ჭიათურაში იუსტიციის სახლის მშენებლობა შეწყვეტეს. იუსტიციის სახლის აშენებას საფუძველი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამგეობის წინ არსებულ ბაღში ჩაეყარა, რასაც მოსახლეობისა და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების პროტესტი მოყვა. მოსახლეობა იუსტიციის სახლის აშენებლად სხვა ადგილის გამოყოფას და ბაღის გადარჩენას მოითხოვდა, სადაც იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვებია. დემონტაჟის ბრძანება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ ჭუბურიძემ გასცა, მისი თქმით ის იუსტიციის სახლის ბაღის ტერიტორიაზე აშენებას თავიდანვე არ ეთანხმებოდა. გამოშვებას უცხოეთიდან მიღებული ინფორმაციით განვაგრძობთ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ბანერის გამოტანის გამო ირანის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ნეთანიაჰუს საქციელს პრიმიტიული უწოდა. სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის ბირთვული პროგრამის სქემა ნახატით წარმოადგინა და თეირანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ისაუბრა. ამ ნახატის გამო მაჰმუდ აჰმადინეჯადი აღშფოთებას ვერ ვალავს. სურათზე გამოსახული ბომბის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერის საქციელს პრიმიტიული და მახინჯი ქმედება უწოდა. აჰმადინეჯადი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხატვაში ვარჯიშისაკენ მოუწოდებს. ხელი მამნუნ. გაეროში ჩემი მიმართვის შემდეგ ეს კაცი გამოვიდა და შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენს და აუდიტორიასაც. პრიმიტიული სურათი დახატა. ეს ძალიან უხეში და მახინჯი გამოვლინება იყო. ეს სურათი ამ კაცის დონეს აჩვენებს. მან ხატვაში უნდა ივარჯიშოს. არ ვიცი რა წითელ ხაზებზე საუბრობენ, რაც უნდათ ის გამოიყენონ. გინდა წითელი, გინდა თეთრი და თუნდაც შავი ფერი. ეს უფრო ბავშვებს მოუტანს სარგებელს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თეირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად წითელი ხაზის გავლება მოითხოვა. ისრაელში დარწმუნებულები არიან, რომ თეირანი გაზაფხულზე ან ზაფხულში ურანის გამდიდრების მესამე სტადიაზე გადავა და საბოლოო ჯამში ატომურ ბომბს შექმნის. თელ-ავივის ბრალდებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს. თუ რომელიმე ქვეყანა, მათ შორის ირანი, მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება იმ სახელმწიფოს მთავრობის კანონიერების დასასრული. ასეთი იარაღი ცივილიზაციას ეწინააღმდეგება და ჩვენთვის მიუღებელია.
ირანული ტელევიზიის პრეს-ტივის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი ირანთან მოლაპარაკებაზე უარს ითქვის, თეირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე ბარაკ ობამა და მით რომნი სატელევიზიო დებატებისთვის ემზადებიან. 90 წუთიანი დებატების განხილვის მთავარი თემა ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკა იქნება. რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტს არასწორ ეკონომიკურ კურსსა და სამუშაო ადგილების შემცირებაში ადანაშაულებენ. უკანასკნელი გამოკითხვებით პრეზიდენტი ბარაკ ობამა მით რომნის მკვეთრი უპირატესობით უსწრებს იმ შტატებში, რომლებიც არჩევნების საბოლოო შედეგებს განსაზღვრავენ. რესპუბლიკელმა მით რომნიმ პრეზიდენტი ობამა Wall Street Journal-ში საგარეო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ობამამ რომნის უპასუხისმგებლო და დაუდევარი უწოდა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 6 ნოემბერს გაიმართება. დებატები გვაძლევს შესაძლებლობას განმარტოთ ის გზა, რითაც ამერიკის წინსვლას შევუწყობთ ხელს, ხოლო ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ თუ როგორი ამერიკა სურთ. დებატების გამართვას მოუთმენლად ველი, რომნი კარგი ორატორია, თუმცა არც მე ვარ მოუმზადებელი. იმაჩნია, რომ ყველაზე მწვავე დისკუსია იმ საკითხთან დაკავშირებით გვექნება, თუ რა სჭირდება ამერიკას წინსვლის გასაძლიერებლად. უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საავადმყოფოში მოინახულეს. ეს არის პირველი შემთხვევა მიმდინარე წელს, როდესაც ტიმოშენკო მისმა მომხრეებმა ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოინახულეს. საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა არსენი იაცენიუკიმ განაცხადა, რომ იგი გაოცებულია ტიმოშენკოს შემართებით, რომელმაც 28 ოქტომბერს გასამართი უკრაინის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. გასულ კვირას ექს-პრემიერმა საკუთარ თანამოქალაქეებს საავადმყოფოდან მოუწოდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინის არსებულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირა. იულია ტიმოშენკოს ნახვის შესაძლებლობა პირველად მომეცა, ყოფილი პრემიერი მხნედ გამოიყურება. მეტიც გამაუცა მისმა შემართებამ და მზაობამ განაგრძოს პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. სირიის ოპოზიციამ კონფლიქტის დროს დაზრალებული მოსახლეობის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის მიზანი საომარი მოქმედებების შედეგად დაზრალებულ დასახლებებში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენაა. ორგანიზაციის წევრები ომის შედეგად დაზრალებულ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სირიის ეროვნულმა საბჭომ და განმათავისუფლებელი არმიის წევრებმა სპეციალური ორგანიზაცია შექმნეს. დამფუძნებლების განცხადებით ორგანიზაცია დამოუკიდებლად იმუშავებს და არ ჩაერევა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში. სირიის ოპოზიციის განცხადებით 18-თვიანი კონფლიქტის შედეგად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს 30,000 ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის შედეგად განსაკუთრებით უდანაშაულო ბავშვები დაზარალდნენ. გეგმავთ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ვიმუშაოთ, რომ მათ შეძლონ ახალი ცხოვრების დაწყება. სირიაში უნდა აღდგეს საკომუნიკაციო საშუალებები, დასახლებებს უნდა მივაწოდოთ წყალი და ელექტროენერგია. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და სხვა ადგილას ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. სოციალური ქსელებით 2 თვის წინ სირიაში გადაცებული ამერიკელი ჟურნალისტის სამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. 47 წამიან კადრებში ოსტინ თაისი თვალებ ახვეული ჩანს. ვიდეოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განცხადება გააკეთეს. ვიქტორია ნულანდის თქმით, ამ ეტაპზე რთულია გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით რაიმეს მტკიცება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს მართლაც ოსტინია თუ სხვა ვინმე. შეიძლება რეჟიმმა სცენა დადგა. ჩვენ გვაქვს შეზღუდული ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მთავრობის ციხეშია. სამოქალაქო ომთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი სამოყვარულო ვიდეო გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ალეპოს ისტორიულ ნაწილში ქალაქის კულტურულ ცენტრში მეამბოხეებსა და ასადის არმიას შორის შეტაკება დაიწყო. ქალაქის ისტორიული ნაწილი артиლერიით ნადგურდება. ტერაქტების სერიას ალეპოში 27 ადამიანი ამსხვრებლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აღწევს. ქალაქის ცენტრში რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ზედიზედ 3 დანაღმული მანქანა აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლო მდებარე მაღალსართულიანი შენობები დაინგრა. სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ალეპოსთვის ბრძოლა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სირიაში 18-თვიან სამოქალაქო დაპირისპირებას 30,000 ადამიანი შეეწირა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ კერო საფრანგეთის პარლამენტს ევროკავშირის ფისკალური პაქტის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. პრემიერი აფრთხილებს პარლამენტარებს, რომ პაქტის მიუღებლობის შემთხვევაში ევროპის საფინანსო ერთიანობა საფრთხე ემუქრება. საქმე ისაა, რომ თუ პარიზი საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერს, მაშინ საფრანგეთი ვალდებული გახდება ბიუჯეტის დეფიციტის შეამციროს. ევროკავშირის შეთანხმების მიხედვით წევრი ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%-ს არ უნდა აღემატებოდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში
სახელმწიფოების მიმართ სანქციები ავტომატურად ამოქმედდება. ბელგიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ მუშების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რკინიგზის სექტორის რეორგანიზაციას აპროტესტებენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან სექტორის რეორგანიზაცია მათ სამუშაო პირობებს გააუარესებს. 24 საათიანი გაფიცვის შედეგად ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი სარკინიგზო რეისი გადაიდო. შეფერხება იყო ლონდონი, ბრიუსელის რეისეთ სარკინიგზო კომპანია ევროსტარი, რომელიც რეისების ლონდონს, პარიზთან და ბრიუსელთან აკავშირებს, აცხადებს, რომ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში მგზავრებს ალტერნატიული გამგზავრების საშუალებას მისცემენ. ბელგიელი მუშების ინტერესებს პროფკავშირები იცავს, რაც ძალიან კარგია. მსგავსი რამ ტაივანში, ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ არასოდეს მოხდებოდა. თუმცა თუ კი რკინიგზის მუშები გაიფიცებიან, მთავრობა აუცილებლად გამოძებნის ტრანსპორტის ალტერნატიულ საშუალებას, რომ მგზავრთა მიმოსვლა არ შეფერხდეს. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში თვითმკვლელობებით განთქმულ ხიდს იერს უცვლიან. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ხიდს შელახული სახელი აღუდგინოს და ის სიცოცხლის ხიდად აქციოს. ხიდზე უკვე გამოგრულია ფსიქოლოგების მიერ შერჩეული წარწერები. ცხოვრების საუკეთესო ეტაპი ჯერ არ დამდგარა. სადარდებელი არაფერია, რა კარგია ხიდზე სეირნობა. ჯერ ხომ არ შეჭამდით რამეს და ასე შემდეგ. სეულის მოქალაქეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ხიდის ახალსახესთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო მნიშვნელოვანი ზომები უნდა მიიღოს. სამხრეთ კორეას თვითმკვლელობებით ერთ-ერთი პირველი ადგილი აქვს მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით სამხრეთ კორეაში ყოველდღე 40-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. გამოშვებაში ახლა სპორტის ამბების დროა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სიკვდილის ჯგუფად აღიარებული დი კვარტეტში შემავალი გუნდები დღეს მეორე ტურის მატჩებს გამართავენ. დორტმუნდის ბორუსია მანჩესტერის ეტიჰედ სტადიუმზე ადგილობრივ სიტის დაუპირისპირდება. იურგენ კლოპის გუნდი ბრიტანეთს ამაღლებული განწყობით ესტუმრა. მათ აქტივში 3 ქულაა და გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მენხენგლადბახელი თანამოსახელეებიც 5-0 გაანადგურა. ბუნდეს პირველობის მოქმედ ჩემპიონებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ. დორტმუნდელთა თავკაცმა გლადბახის წინააღმდეგ გუნდის საუკეთესო გოლეადორი პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დაასვენა და მის გამოყენებას დღევანდელ დაპირისპირებაში გეგმავს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება გასულ სეზონში უკვე მივიღეთ, ამიტომ წელს სხვა ამოცანები გვამოძრავებს. მანჩესტერში მობილიზებული ჩამოვედით და შევეცდებით ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გარეშეა რომ ისეთ გუნდთან გვექნება დაპირისპირება, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და სხვაგვარად გამორიცხულია. ჯგუფში საუკეთესო გუნდებთან გვიწევს თამაში და სწორედ მათთან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები. იმდინარე სეზონში არადამაჯერებლად მოასპარეზე მილანი C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას სანქტ-პეტერბურგში ზენიტთან გამართავს. პეტროვსკის პარკზე გასამართ შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრის შეგირდები ფავორიტებად არ მიიჩნევიან.